მოგესალმებით ძვირფასო საზოგადოება, მშვიდობა მოგცეს ღერთმა. დღეს ვისაუბრებ ჩვენ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ, რომელიც ამ ბოლო ერთი თვის მანძილზე დატრიალდა მსოფლიოში. კერძოდ საუბარია რომის პაპის ვიზიტზე პატრიარქ ბართლომეოსთან. ჩვენთვის რა თქმა უნდა ცნობილია, რომ მათ ერთობლივად განიზრახეს 1700 წელთან დაკავშირებული საიუბილეო თარიღის ერთობლივი ზეიმი, ანუ საერთო პასხალის დადგენაც, მაგრამ ჯერჯერობით ეს ამბავი არ გამოსდითმათ, მაგრამ თავის მხრივ თუ დავაკვირდებით აი ამ შეხვედრას, თუ რა პროცესები განვითარდა იქ, დავინახავთ რაღაც ახალ მოვლენებსაც, რომლებითაც ჯერ არ იყო გამორჩეული მათი შეხვედრები და დიალოგები. ცხადია, ჩვენთვის არ ახალია ეს ამბავი, რომ რომის პაპები და კონსტანტინოპოლის პატრიარქები გარკვეულ კომპრომისებზე მიდიოდნენ ერთმანეთთან და ეს კომპრომისები დაწყებულია მე-20 საუკუნის დასაწყისიდან, როდესაც მოხდა ეგრეთ წოდებული ანათემების მოხსნა პატრიარქ ათინაგორის მხრიდან, შემდეგ ახალი სტილის შემოღება პატრიარქ დიმიტრიუსის პერიოდიდან და მოკლედ აი ეს ტენდენცია ცხადია გრძელდება, ამას მოყვება რა თქმა უნდა ერთობლივი ლოცვითი პრაქტიკაც, მაგრამ იქ არის ერთი მაგრამ, რაც უნდა იქნას გათვალისწინებული თანამედროვე ქრისტიანისთვის, იმიტომ რომ არის ორი კატეგორიის უკიდურესობა, ასე ვთქვათ, ერთნი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ არაფერი საგანგაშო არ მომხდარა იმაში, რომ რომის პაპი შეხვდა პატრიარქ ბართლომეს, მაგრამ მარტო შეხვედრაზე ცხადი არ არის საუბარი, შეხვედრას არაფერი უდგას წინ და შეიძლება შეხვდე როგორც ვატიკანის ხელმძღვანელს და პოლიტიკოსს, ამაში ჩვენ რა თქმა უნდა ვერ ვხედავთ დიდ ტრაგედიას, თუმცა ყოველთვის გვახსოვს რომის ზრახვა პირველობისაკენ და იმ ფარული გაერთიანებისაკენ, რასაც უნია ეწოდება, ეს მე-11 საუკუნიდან ეს ზრახვა არ შეჩერებულა, არ შენელებულა, იყო უამრავი მცდელობა უნიებისა, ჩვენთვის ცნობილია ხომ, ფერარო ფლორენციის უნია, ბრესტის უნია, იყო უკრაინაშიც უნიები და სხვა კიდე დანარჩენი, ზოგი დიდი, ზოგი პატარა მასშტაბისა, თუმცა ეს მცდელობა არ შეჩერებულა. ეხლა რა მოხდა აი ამ კონკრეტულ შეხვედრაზე, რით არის გამორჩეული ის? მოხდა ესეთი ფაქტი, რომ რომის პაპმა თავისი ესე იგი დოკუმენტით, რომელიც მან ვიზიტამდე რამოდენიმე დღით ადრე გამოაქვეყნა, გააკეთა ესეთი განცხადება, რომ მართალია კონსტანტინოპოლს და იქ ნიკეა კონსტანტინოპოლის კრებას, ანუ პირველ-მეორე მსოფლიო კრებებს გულისხმობს, არ იყო საუბარი ფილიოკვეზე, ანუ დაძისაგან ჩამატებაზე წამში, თუმცა ესეთ რამეს ამბობს, რომ 1014 წელს პაპმა ბენედიქტმა ეს საკითხი დოქტრინალურ დონეზე აიყვანაო, ამიტომ ჩვენ მიგვაჩნიაო, რომ კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის ეს საკითხი დიალოგის სფეროს განჯის საგანი გახლავთ. ის კი არა, რომ ნიკეა კონსტანტინოპოლის კრების დადგენილება არის დოგმატური და იმის შეცვლა არ შეიძლება, ესეთი რამე არ უთქვია. უბრალოდ იყო გაკეთებული შემდეგ ვიზიტის დროს, ჩვენ ვიცით, რატო ვამბობთ ამ შესავალს, რატო ვაკეთეთ, თვითონ გააკეთა ეს შესავალი, იმისათვის, რომ თავისი მომხრეების და იქ კათოლიკებშიც არ გამოეწვია აურზაური, რომ არიქა და ფილიოკვეზე უარს ამბობსო, ესეთი რამე სინამდვილეში არ ყოფილა. მაგრამ ესეთი დაპაუზება ამისი გარკვეული კომპრომისი, რა თქმა უნდა, გააკეთა იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი დივიდენდები წამოეღო კონსტანტინოპოლიდან. ხომ? და რა გააკეთეს? ვიცით, ყველასათვის ცნობილი ამბავია, წამსი თქვეს ფილიოკვეს გარეშე. ერთობლივად, რითაც თითქოს
პაპმა ესეთი ანკესი გადმოაგდო აქ და ვითომ კათოლიკები თურმე უკვე ამბობენ აი ასეთ ძირძველ ერესზე, რასაც ფილიოკვე ქვია და შეუერთდნენ მართლმადიდებლებს ამ კუთხით. ეს არის სიცრუე, წმინდანო, როგორც გითხარით, არავითარი უარის თქმა არ ყოფილა, უბრალოდ ისინი შეთანხმდნენ იმაზე, რომ ამ შემთხვევაში კონკრეტული ვითარებაში ისინი არ იტყოდნენ, რა თქმა უნდა, ფილიოკვეს, მაგრამ სამაგიეროდ რომის პაპი ელოდებოდა ბართლომესაგან გარკვეულ დათმობებს და ეს დათმობაში მოიაზრება სწორედ პირველი 1000 წლეულის, ესე იგი, ეპოქის განხილვა იმგვარად, რომ ესე იგი რომის პაპი იგულისხმება, რა თქმა უნდა, პირველ საუკუნეებში ჩვენ ვიცით, რომ რომი დიპტიხით იყო პირველი, ანუ დღევანდელი ცდელობაც იმისა, რომ პირველ 1000 წლეულზე იქნას აქცენტი გაკეთებული, სწორედ ამას ემსახურება, რომ რაღაცნაირად დაივიწყეს, თითქოს ფილიოკვეც დაივიწყეს, თითქოს უცდომელობის დოგმატიც დაივიწყეს და პრიმატიც დაივიწყეს პაპისა, უბრალოდ დიპტიხით ის არის თითქოს და პირველი ეკლესიაში და დანარჩენი არანაირი განსხვავება ჩვენ საწმუნოების შორის ფაქტობრივად არ არსებობს. ეს არის ის შინაარსი, რომელსაც ისინი ესეთი გულმოდგინებით აპირებენ თავს მოახვიონ მართლმადიდებელ საწმუნოებას და ჩვენ ვიცით სქემა როგორია, ხო, რომის პაპმა უნდა დაიმორჩილოს აღმოსავლეთის ეკლესია, მაგრამ ამის დამორჩილება თვითონ არ შეუძლია და საამისოდ შემოღებული იქნა ეგრეთ წოდებული აღმოსავლური პაპიზმის თეზა, რომელშიც ესე იგი კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მიისაკუთრა რა მსოფლიო ტიტული, თითქოს და ის არის გამგებელი და აპელაციების უფლებაც აქვს და თითქოს ის არის უპირატესი სხვა პატრიარქებზე, არა პატივით, როგორც მას რა თქმა უნდა ეკუთვნის, არამედ უფლება მოსილებით, რომელსაც ისინი როგორც რომის პაპი, ისე კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე ესეთი გულმოდგინებით აწვება. ეხლა რა არის დეტალებში თუ ჩავიხედავთ რა არის ყურადსაღები. ფაქტი ის არის, რომ მართალია წამსში ფილიოკვე არ თქვეს, მაგრამ როგორც გითხარით, ფილიოკვეზე უარი რომის პაპს არ უთქვამს და კიდევ უფრო მეცაც ვიტყვით, დაუშვათ და ეთქვა უარი ფილიოკვეზე. ის ხო არასდროს არ ითქვის უარს პრიმატზე, ანუ პაპის უფლებამოსილებით პირველობაზე. ისინი არასდროს არ იტყვიან პაპის უცდომელობაზეც უარს და აქედან გამომდინარე, თქვათ და გადადეს გვერდზე ფილიოკვე, ეს არაფერს არ ნიშნავს. დღეს იტყვიან, დღეს ვამბობთ უარს ფილიოკვეზე და ხვალ იტყვის მე ვარ ეკლესიის უფლებამოსილი პირი, რასაც მინდა იმას მივიღებ, რასაც მინდა იმას ვუარყოფ. ხო, ეს უფლებამოსილება რომის პაპს კათოლიკურ სამყაროში აქვს რეალურად. აქედან გამომდინარე, მისი ეს თამაშები, ხო, თითქოს და ფილიოკვე ესე თქვა უარი, ხო, გითხარით, რომ არის სიცრუე, უბრალოდ არის იეზუიტური კაზუისტიკა, პირდაპირ რო ვთქვათ, ანუ მათ შეუძლიათ, როცა ჭირდებათ საამისოდ გამოიყენონ დუმილი, ან უბრალოდ პაუზა გააკეთონ და ვითომ და ეთანხმებიან შენს მოსაზრებას, სინამდვილეში მერე იტყვის აუცილებლად, რომ მე რომის პაპი ვარ და რა თქმა უნდა დაელოდება ამ შედეგების განვითარებას, ხო? როგორ განვითარდება მართლმადიდებელ სამყაროში ეს ამბები და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა თუ დადებითად მათთვის დადებითად განვითარდება, იტყვის რომ მე ახლა რომის პაპი ვარ, ვიღაცა ხო არა ვარ და ამიტომ მაქვს უფლება კიდეც უარყო ეს ფილიოკვე და ან რაღაც მომენტში კატეგორიული არ ვიყო მის განცხადებაზე, ხოლო შემდეგ შეიძლება კატეგორიულობა დამიბრუნდეს, ეს ჩემი პრეროგატივაა, როგორც რომის პაპისა და ამავე დროს ექს-კათედრიდან როცა ვამბობ, თან პლუს ამას უცდომელი ვარ იტყვის და აქედან გამომდინარე, არანაირი არსი და ეს მიამიტური დაჯერება იმისა, რომ აი რომის პაპმა თურმე რაღაც უკან დაიხია და ფილიოკვეზე უარი თქვა, ეს როგორც გითხარით, არავითარ შემთხვევაში არ შეესაბამება სიმართლეს. ეხლა რაც შეეხება თვითონ ლოცვის
ფაქტს. თავად ლოცვის პრაქტიკა ჩვენ ვიცით, რომ მათ შორის არსებობს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი არის განათლებით კანონიკური სამართლის მცოდნე პირი, კარგად იცის მან სად გადის ზღვარი კანონიკურ დარღვევასა და ერეს შორის და აი ამ ზღვარზე შეიძლება ითქვას დადის ეს კაცი, უკვე წლებია ასე დადის და ამაში ჩვენ რა გულისხმობთ? გულისხმობთ იმას, რომ როდესაც რომის პაპი ჩამოდის ან თავად ჩადის რომის პაპთან, აქ არ ხდება სრული შემოსვა ორივე მხრიდან. ანუ ან ერთი მხარე იმოსება სრულად, ან მეორე. ან ერთი მხარე იკეთებს მაგალითად ოლარს, მეორე ამ შემთხვევაში არ იკეთებს, მაგრამ ლოცვას ამბობენ აი ამ სიტყვას, ხომ? იქ დავინახეთ ჩვენ დოქსოლოგია, ხო, ეს სამადლობელი ლოცვა, ეს დოქსოლოგიაზე თქვენს მამაო ჩვენოც ერთობლივად ლათინურ ენაზე. შემდეგ წამსიტყვეს, ფილიოკვეს გარეშე. ანუ ეს ერთობლივი ლოცვის პრაქტიკა ჩვენ ვიცით, რომ დღეს არ დაწყებულოთ ამაში ახალი, კი არაფერი არა, უბრალოდ ახალი ჩვენ დავინახეთ ის, რომ ფილიოკვეზე თითქოს თქვა უარია და ამისი განმარტება გავაკეთეთ, ახლა სინამდვილეში არანაირი უარი არ ყოფილა მისი. მაგრამ რაც შეეხება ახლა ლოცვით პრაქტიკას, ხომ? ნახეთ როგორი რამეა რომის პაპს, როგორც ცნობილია ახლა იმ წყაროებიდან ჩვენ ჩავიხედეთ ახლა უბრალოდ ზეპირად არ დაგვიწყია ამაზე საუბარი. რომის პაპი ომოფორით არის, ხოლო კონსტანტინოპოლის პატრიარქი არის იმპერატორის შესამოსელს მანტიაში. ნახეთ, ერთი შეხედვით გავს ის სასულიერობის შესამოსელს, მაგრამ სინამდვილეში იმპერატორის შესამოსელი, ანუ საეროპირის შესამოსელია სინამდვილეში და ერთი შეხედვით კი ჩანს, რომ ორივე რაღაცნაირად საზეიმო განწყობილებით არიან შემოსილები და ორივეს აქვს ეს ოლარი გაკეთებული, მაგრამ სინამდვილეში ერთს აქვს გაკეთებული რომის პაპს და მეორეს არა. ნუ ეს რა თქმა უნდა გათვალისწინებულია აქ სხვა ადგილობრივი ეკლესიების მდგომარეობაც და დამოკიდებულებაც, ხო, ვიცი ჩვენ ჯერ მარტო წინააღმდეგობაში მყოფი რუსეთის ეკლესია კმარა საიმისოდ, რომ ეს ვითარება, ხო, გამოეყენებინა სათავისო და თუ დაინახავდა ორივეს შემოსილები, სრულად შემოსილები იქნებოდნენ, დიდი ალბათობით რუსეთის ეკლესია ეს სერიოზულ განჩინებას გამოიტანდა კონსტანტინოპოლის პატრიარქთან დაკავშირებით. ანდა სხვა ეკლესიების და თუნდაც ჩვენიც, მაგრამ აქ ზუსტად ეს თამაშებია, ძმებო და დებო, უნდა ვიცოდეთ, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა შესანიშნავად იცის, სად არის სადითვლება ნამდვილად ერთობლივი ლოცვა, ევქარისტიულ კავშირამდე მისული, რომელიც უკვე იწვევს ნამდვილად სქიზმას, ნამდვილად ერესის კვალიფიკაცია ეძლევა და ნამდვილად არის დოგმატური, უხეში დოგმატური დარღვევა. ეს კიდე ამ ეტაპზეც არ განხორციელებულა, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ შვიდად იმ გაგებით, რომ ის სქიზმის დონის, ესე იგი, სრულ სწავლებას და სრულ ლოცვას არ ქონია ადგილი, ქონდა, რა თქმა უნდა, კანონიკურ და პირად დონეზე ცოდვის ჩადენას ადგილი, მაგრამ არ იყო ის მსოფლიო მასშტაბის მნიშვნელობის დაცემა, რომელიც, როგორც გითხარით, იწვევს დოგმატურ ცდომილებას და ევქარისტიულ ერთობლივ ევქარისტიულ კავშირს, რასაც ამზადებენ ესენი სინამდვილეში და რისი ზრახვაც მათ, რა თქმა უნდა, გააჩნიათ, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ არის. ამიტომ ორივე მხარეს უკიდურესობას იმიტომ ვეძახით, რომ ერთი ფიქრობს, რომ არაფერი მაქვს საგანგაშო არ მოხდარა და სინამდვილეში საგანგაშო, რა თქმა უნდა, მოხდა ეს ერთობლივი ლოცვის პრაქტიკა, მართალია სრული შესამოსელის გარეშე, მაგრამ არსებობს, მართალია ისინი ჯერ წირვაზე ერთად არ ეზიარებიან, მაგრამ უკვე უხეში კანონიკური დარღვევები სახეზია და მეორე მხრივ
იმ ადამიანებს, ვინც ფიქრობენ, რომ უკვე შედგა ერთობა, ხომ, კონსტანტინოპოლსა და რომის შორის და ანუ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ესეც არ გახლავთ სინამდვილეში სიმართლე. იმიტომ რომ რაც არ უნდა ცალკეულმა პატრიარქმა გამოაცხადოს, რომ ის თავისი ესეთი უფლებამოსილებით მას შეუძლია თითქოს და რაღაცა ცვლილებები შეიტანოს ეკლესიის წიაღში, მას შეუძლია თითქოს და არ შეეკითხოს სხვა ადგილობრივ ეკლესიებს და თვითონ გააკეთოს ესეთი გადაწყვეტილებები, ესეთი რამე კანონიკური სამართლის თანახმად არანაირი საფუძველი არ გააჩნია. ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით, კანონიკური სამართლის მცოდნეებმა კიდევ უკეთესად იციან, თუმცა ეს ანკესიც გადმოგდებულია იმად გასაგონად, ვის შეიძლება დაბკოლდეს აი ამ საქციელებით და კიდევ თქვათ ახალი სქიზმის საფრთხე და საშიშროება გაჩნდეს ერთის მხრივ, რაც მათ ხელთ აწყობთ, რა თქმა უნდა, მათი ინტერესები ეს არის, რაც უფრო ორთოდოქსული ფლანგი მართლმადიდებელ ეკლესიაში დასუსტდება იმით, რომ გავა ეკლესიის გარეთ, რაც უკვე განხორციელდა, ხო, ჩვენ სამწუხარო ფაქტები ვიცით საბერძნეთშიც, ჩვენთან პატარა იყო, მაგრამ საბერძნეთში საკმაოდ დიდი მასშტაბური სახე მიიღო ამან ყველაფერმა და რით იყო გამოწვეული ეს ყველაფერი. ათინოგორას იმ თავხედური განცხადებებით თითქოს და მას უფლება-მოსილება ჰქონდა, რომ ის 1054 წლის სქიზმის, ხო, ცნობილი სქიზმის, ესე იგი ანათემები, რომელშიც კათოლიკები მხილებულ იქნა უკვე ტრიოდოლოგიურ ერესში, ანუ დაამახინჯეს მათ სამების დოგმატი, აი ეს ყველაფერი თითქოს და ამან ერთი მოსმით, ერთი დეკლარაციით, ერთი ხელმოწერით მოაწერა ხელი, რომ უკვე მოხსენი ესე იგი ის ანათემები და მორჩა გათავდა. ეს ასე არ გახლავთ მანდადანო, უნდა ვიცოდეთ, რომ კათოლიციზმი, იგივე პაპიზმი გახლავთ ერესი, არაერთ მსოფლიო კრებაზე ავტორიტეტულ კრებებს გულისხმობთ, რომლებსაც მსოფლიო მნიშვნელობა გააჩნია, იგივე 880 წლის წმინდა ფოთის დროს, როცა ფილიოკე იყო მხილებული, იგივე 1351 წლის მსოფლიო კრება, სადაც გრიგოლ პალამამ ეს მათი სრულსწავლება, რომ თითქოს და ღვთაებრივი ენერგიები ქმნილი ბუნების არის, ესეც მათი სწავლებაა და ესეც ერესის კვალიფიკაციაა და აქედან გამომდინარე იქნა მხილებული. შემდეგ უკვე აღმოსავლეთის პატრიარქების ეპისტოლეების ცნობილი 1758 წლის ეპისტოლეს გავიხსენებდი, სადაც ასევე კრებსითი დადასტურება იმისი, რომ პაპიზმი არის ერესი და ასევე უამრავი კონსტანტინოპოლის კრება. ჩვენ ახლა ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, თუმცა ხელთ გვაქვს ეს ინფორმაცია, რომ უამრავ კონსტანტინოპოლ ადგილობრივ კრებებზე იქნა მხილებული პაპიზმი, როგორც კვალიფიცირებული, როგორც ერეტიკული სწავლება, მწვალებლობა, რომლებთანაც ერთობლივი ლოცვა, მათი მოხსენება კატეგორიულად არის დაუშვებელი. კიდევ ერთი რასაც შეიძლება გავამახვილოთ ყურადღება, მიუხედავად აი ამ პომპეზური სიტუაციისა, რომელსაც ისინი ფიქრობდნენ, რომ ააგორებდნენ რაღაცა დიდ მოვლენას, ხომ? აი ამ მათი შეხვედრით სინამდვილეში არაფერი მსგავსი არ განხორციელდა. ერთადერთი იყო ალექსანდრიის პატრიარქი თეოფილე მისული იქ და რა თქმა უნდა მისი რამოდენიმე კონსტანტინოპოლის ესე იგი დაქვემდებარებაში მყოფი ეპისკოპოსები სინამდვილეში ჯამში 8 ეპისკოპოსზე მეტი ვერ შეგროვდა. არც ერთი ელადის ეკლესიის წარმომადგენელი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ იქაც არის მათი მომხრე ეპისკოპოსები მოიძებნებიან, რა თქმა უნდა, ელადაშიც, მაგრამ ვერცერთმა ვერ გაბედა აი ამ სკანდალურ ვითარებაში თავის გამოჩენა, იმიტომ რომ იცოდნენ, რა თქმა უნდა, რომ რა მოხვებოდა აი ამას, როგორი დიდი აჟიოტაჟი ექნებოდა მათ, ესე იგი, აი ამ ლოცვაში, თუნდაც აი ესეთი სახით ლოცვაში თანამონაწილეობას, ხო? და ამიტომაც არც ერთი ელადის ესე იგი 350 ეპისკოპოსი ყავდა, არც ერთს არ მიუღია ამაში მონაწილეობა, თუმცა როგორც გეუბნებით, ნამდვილად ვიცით, რომ ბართლომეს მომხრეები ძალიან ბევრია იქ. როგორც
ასევე კვიპროსზე და როგორც ანტიოქიაში და ალექსანდრიაში და ასე შემდეგ. აღარ აფერს არ ვამბობთ უკვე საქართველოს ეკლესიაზე, სლავურ ეკლესიებზე, რომლებშიც დიდი წინააღმდეგობაა ამ კუთხით, ესე იგი, მსოფლიო პატრიარქის აი ამ ჟინთან, ასე ვთქვათ, უფლებამოსილებით პირველობის სტატუსის, ანუ არათანაბარ შორის პირველობის თანაბარ შორის კი არა, არათანაბარი, ანუ მისი სტატუსი თითქოს არის უფრო აღმატებული ვიდრე დანარჩენი პატრიარქებისა, რასაც ვერასდროს ვერ დაეთანხმება ვერც ერთი ადგილობრივი ეკლესია, იმიტომ რომ გახლავთ უბრალოდ ციცრუე და არანაირი კანონიური საფუძვლები აი ამ აღმოსავლურ პაპიზმს სინამდვილეში არ გააჩნია. სქემა, როგორც გითხარით, გასაგებია და სოფლიო ასეთი გლობალისტური გეგმაც ჩვენთვის პრინციპში გასაგებია, რომ განზრახული აქვს ქრისტიანული კონფესიების გაერთიანება, ეს პირველი ეტაპია და შემდეგ უკვე რასაც ეკუმენიზმი ქვია, შემდეგ პანეკუმენიზმში გადასული თეზები, რასაც ქვია სხვა ეგრეთ წოდებული აბრამისეული რელიგიების, იგივე იუდაიზმის, ისლამის გაერთიანება ქრისტიანობასთან ერთად და პლუს ამას, რა თქმა უნდა, ემატება ის აღმოსავლური რელიგიური მიმდინარეობებიც, ბუდიზმი, ინდუიზმი და ბრაჰმანიზმი და ასე შემდეგ თავისი განშტოებებით, რომლებიცაც სახელი არის ლეგეონი, იმიტომ რომ ძალიან ბევრია ის ცრუსწავლებები, რომლების გაერთიანება ერთ უმჭყალებში ოსანაში მათ სურთ და ალბათ ყველა მივხვდით საითკენაც მიდის ეს ყველაფერი, ცხადია, ყოველივე ეს იქნება საბოლოო ჯამში ანტიქრისტესთვის მომზადებული, რომლის რელიგიური აი ამ გაერთიანების, აი ამ ეგრეთ წოდებული რელიგიის თავი იქნება თავად ანტიქრისტე და აქეთკენ ემზადება მთლიანად სოფლიო. რამდენად მართებულია ახლა მართლმადიდებლების აი ამ ვაკხანალიაში მონაწილეობა თავად განსაჯეთ. მანდატანო ჩვენ უბრალოდ გავაკეთეთ ის კომენტარი, რაც მიგვაჩნია რომ საჭიროა, რათა გავერკვეთ სინამდვილეში რა დოზით არის აქ საფრთხე წარმოდგენილი. ჩვენ ასევე უნდა ვთქვათ, რომ თვითონ რომის პაპმა ესეთი რამე დაანონსა, რომ 2033 წელს სურს მას იხილოს გაერთიანებული ქრისტიანული სამყარო, ესეთი განცხადება მან გააკეთა სწორედ აი ამ შეხვედრის დროს. ანუ როგორც ჩანს, ხედავს ძალიან კარგად, რომ ადგილობრივი ეკლესიების წარმომადგენლები კატეგორიულ უარზე არიან, შესაბამისად დრო ჭირდება იმისათვის, რომ რაღაცნაირად მოახერხონ მათ თავის მხარეზე გადაბირება ეპისკოპოსებისა, პატრიარქებისა, ვნახოთ რა გამოუვა სინამდვილეში. წესით და რიგით ეს ყველაფერი უნდა ჩაიყაროს წყალში, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ყოველივე უფალი განაგებს, მართალია რაღაც გარკვეულ ერთობას ისინი მოახერხებენ, მაგრამ ვერ გააკეთებენ ამას მასშტაბური სახით. იმიტომ რომ ყველა ეკლესიაში ღვთისმადლი მოქმედებს, ქრისტეს ეკლესია ღმერთკაცობრივი ორგანიზმი გახლავთ და მისი ძლევა და დანგრევა შეუძლებელია, იმიტომ რომ კლდესა ზედა არის ის აშენებული.